სხვა სახელმწიფო უწყებებისგან განსხვავებით BMG-ისთვის ყოველთვის იცლის საქსატის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე და ახლა ის გვერდება პირდაპირ ეთერში, როგორც დასაწყისში თქვი შეერთებული შტატებიდან. საღამო მშვიდობის, ბატონო გოგიტა, თქვენთან დილა მშვიდობის. მადლობა, რომ გამონახეთ დრო ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ, ვიდრე მეთოდოლოგიაზე ვისაუბრებთ, რაზეც ადრე ნაკლებად ვინტერესდებოდით ხოლმე. პირველ რიგში კითხავთ, როგორ ხსნით იანვარში ეკონომიკის ორნიშნა ზრდას, რა მონაცემებით საქსტატმა გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ, როცა იანვარის ზოგადად ეკონომიკური აქტივობითაც დიდად არ გამოირჩევა და გვახსოვს წელს თითქმის 2 კვირა მთავრობის გადაწყვეტილებით იყო უქმე. მოგესალმებით თელარა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩართვის შესაძლებლობისთვის. დავიწყოთ სექტორული ანალიზით, ტრადიციულად, რომელსაც წარუდგენთ ხოლმე მომხმარებლებს ჩვენ და ამით მოგახსენებთ თუ რა განაპირობა 11%-იანი ეკონომიკური ზრდა იანვარში. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში განვითარებული მოვლენები, ანუ აქ ზრდის მიზეზად გვევლინება საჰაერო ტრანსპორტში შექმნილი დამატებული ღირებულება და ბრუნვა, აქ საუბარი მაქვს როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო ტრანსპორტის მიმართულებაზე და რაც შეეხება საგზაო ტრანსპორტს, ამ შემთხვევაში ტვირთის ტრანსპორტირება და ასევე საგარეო ვაჭრობაში არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების მაჩვენებლებმა ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი. მეორე მნიშვნელოვანი სექტორი. ეს იყო წამყვანი დარგი, ბატონო გოგიტა, ჩაგეკითხებით. ერთ-ერთი. იმიტომ რომ წონის მიხედვით რო დავალაგოთ, მაშინ რადგან ამაზეც ისმებოდა კვირის განმავლობაში კითხვა თქვენ პრეს რელიზში პირველი რომელმა სექტორებმა ითამაშეს განაპირობეს ეკონომიკის ზრდა, ჩამონათვალში იყო პირველი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. აი 11%-იან ზრდაში შეგვიძლია რაღაც წონა მივცეთ, რომ აი 2% პუნქტი მოდიოდა ვაჭრობაზე, 3 მშენებლობაზე და ასე შემდეგ. დაახლოებით ასე რომ დავალაგოთ. ესე იგი, თითქმის იგივე კონტრიბუცია ჰქონდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორს, რაც ჰქონდა იმ სექტორს, რაც თქვენ დაასახელეთ, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორი. ასევე ერთ-ერთი ხო? არა, მხოლოდ ამერც არა, იგივე. დაახლოებით რამდენია ეს როცა? ნუ წონების შესახებ თქვენ ვერ მოგაქვთ ინფორმაციას, ეს ჩვენი შიდა სამსახურეულოა მოგეხსენებათ და უფრო დეტალური ანალიზის მოწოდების შესაძლებლობა მოგეხსენებათ და იცის მომხმარებლებმაც ჩვენ გვაქვს კვარტალური კლიენტში და პროდუქტის გამოქვეყნებისას. ანუ დაახლოებით ერთი და იგივე წონით იყო წარმოდგენილი სტრუქტურაში პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორი, მშენებლობის სექტორი, ასევე ტრანსპორტი და დასაწყობება და დამამუშავებელი მრეწველობა და იმიტომ დავიწყე, ნუ არ აქვს მნიშვნელობა რომელი სექტორით გავაკეთებდი ამ ჩამონათვალის, ასე ვთქვათ, ასას. რაც შეეხება მშენებლობის სექტორში, აქ უნდა აღინიშნოს, რომ ზრდა დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი მშენობა ნაგებობების მშენებლობასთან და ასევე სამშენებლო, სამონტაჟო და ელექტროტექნიკური სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიების ბრუნვის მოცულობა გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. აქვე გეტყვით სხვა წყაროდანაც, რომ მაგალითად 25%-ით არის გაზრდილი ცემენტის იმპორტი და სხვათა შორის გაზრდილია მნიშვნელოვნად საკედლე ბლოკების, ბეტონის წარმოების მაჩვენებლები, ასევე ცემენტის წარმოების მაჩვენებელი. თქვენ მოგეხსენებათ და თქვენთვის ცნობილია ასევე მშენებლობაზე გაცემული ნებართვების და მშენებლობით დასრულებული ობიექტების სტატისტიკის მაჩვენებლები, რომელიც ჩვენ რამდენიმე კვირის წინ გამოვაქვეყნეთ, აი 2024 წლის მონაცემებით რამდენადაც მახსოვს 7%-იანი ზრდა იყო, ხოლო მშენებლობაზე გაცემული ნებართვების საერთო ფართობი გაზრდილია 28%-ით. რაც შეეხება
პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორს აქვს და განაპირობა ისეთმა საქმიანობებმა, როგორიცაა იურიდიული მომსახურება, აღრიცხვა კონტროლი, აუდიტი, საინჟინრო და არქიტექტურასთან დაკავშირებული კონსულტაციები. ამ სექტორმა განსაკუთრებით ბატონო გოგიტა, იმიტომ მიქცია ჩვენი ყურადღება, გაგაწყვეტინებთ ბოდიშს გიხდით, რომ 2023-ში ამ სექტორის ზომა იყო სულ 1.6 მილიარდი ლარი ჩვენს ეკონომიკაში და თქვენ პრესრელისშიც შემდეგ გვიპასუხეთ, რომ დაახლოებით 23%-იანი ზრდა იყო და რა ხდებოდა ისეთი ამ სექტორში, რომ ასეთი წვლილი მნიშვნელოვანი შეიტანა მეთქი. მარტო ამ სექტორზე აქცენტის გაკეთება არ იქნება სწორი. ეს იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი კონტრიბუტორი. ამის გარდა არის მაგალითად ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, რომელიც მზარდია. აღნიშნული სექტორი მზარდია, იმიტომ რომ იზრდება ბიზნეს სექტორის მხრიდან მოთხოვნა იურიდიულ მომსახურებაზე, აღრიცხვაზე, კონტროლზე, აუდიტზე, მშენებლობის სექტორში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, არქიტექტურული და საინჟინრო ტექნიკური სამუშაოების მოცულობა იზრდება და ასე შემდეგ. ასევე ვაჭრობა იყო ერთ-ერთი წამყვანი სექტორი, რომელიც განაპირობებდა მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია ვაჭრობა ახალი და მეორადი ავტომობილებით, ასევე საკვები პროდუქტებით და ნავთობპროდუქტებით. საბიტუმო ვაჭრობა, ბუნებრივი აირით და საწვავით იყო ერთ-ერთი კონტრიბუტორი ეკონომიკურ ზრდაში. ბატონო გოგიტა, მეთოდოლოგიაზეც მინდა ვისაუბროთ. ჩვენ რამდენიმე საათის წინ მოგვაწოდა ამ შემოსავლების სამსახურმაც დაახლოებით ჩვენს კითხვებზე პასუხები, სადაც ისინი ხსნიან, რომ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა იანვრის თვის დღგ-ს ბრუნვების ანგარიშგების და გადახდის პერიოდია მომდევნო თვე, თებერვალი. შესაბამისად, ჩვენ გქონდა შეკითხვა იანვრის თვეში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა თუ გაიზარდა დაახლოებით 12%-ით, რითი ხსნით იანვარში დღგ-დან ბიუჯეტში ნაკლები გადასახადის შესვლასო. ამათ გითხრეს, რომ რელევანტურია, რადგან ეს შემდეგ თვეში ისახებაო. მარტივად რო ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს, მათ შორის ეკონომისტებსაც ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით კითხვები. ანუ საქსტატმა როცა დაითვალა იანვარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის საფუძველზე ძირითადად. აი ეს ბრუნვა არის რეალურად დეკემბერში რა ბრუნვაც ჰქონდათ საწარმოებს? მოკლედ ეს შეკითხვა ამ შეკითხვის ადრესატი ზოგადად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იქნება, თუმცა ჩვენი კომპეტენციის ფინანსთან მითხრა ეს და ამიტომ თქვენ რა დაითვალეთ ამას გეკითხებით, ანუ ფინანსთან ზუსტად ეს გვიპასუხა. დაითვალეთ არა დეკემბრის, არამედ იანვრის ბრუნვის მონაცემები. იანვრის ეკონომიკურ ზრდაზე როცა ვსაუბრობთ, იანვრის ბრუნვის მონაცემებზე კეთდება აქცენტი. შესაბამისად და გამოიყენება 2025 წლის იანვრის ბრუნვა და 2024 წლის იანვრის ბრუნვა და ხდება ამის დეფლირება როგორც სამოყვარებლო, ისე მწარმოებელთა ფასების მიხედვით. თუმცა მაშინ შემოსავლების სამსახური, როდესაც გვწერს, რომ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა იანვრის თვის დღგ-ს ბრუნვების ანგარიშგების და გადახდის პერიოდია მომდევნო თვე, თებერვალიო, მაშინ თქვენ რა მოგაწოდეს? ამან დაგვაბნია ცოტა. იცით რა შეესაქმე? აქ გადასახადის გადახდის პერიოდულობაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ თვეში კომპანიის რეალიზაციის მაჩვენებელზე, ანუ ბრუნვის მაჩვენებელზე და სწორედ იანვრის ბრუნვას ასახავს ის მაჩვენებელი, რაც გამოქვეყნდა ჩვენს მიერ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შეფასებისას. გასაგებია, ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით შემოსავლების სამსახურს, მესმის მეთოდოლოგია ცოტა რთულია მათ შორის ჩვენთვისაც და ალბათ მაყურებლისთვისაც გასაგებად. კიდევ ერთი კითხვა, რაც ჩნდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, შეეხებოდა სანდოობას, ზოგადად საქსტატის მიმართ, რამდენად სწორად ითვლის და სანდოობას ასევე იმ წყაროს მიმართ, რა წყაროთიც სარგებლობს საქსტატი. ამ შემთხვევაში ეს არის ფინანსთა სამინისტრო, საიდანაც ყოველთვიურად იღებთ თქვენ მონაცემებს დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის შესახებ. რაიმე მექანიზმი, ინსტრუმენტი აქვს საქსტატს, გასაგებია რომ ენდობით შემოსავლების სამსახურს, მაგრამ ეჭვი შეიტანოთ და რაიმე ფორმით გადაამოწმოთ სანამ დათვლით.
ესე იგი ნახეთ ეკონომიკური და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ითვლება სხვადასხვა პერიოდულობით. ნახეთ, ყოველთვიური ეკონომიკური ზრდის გაანგარიშებისას ჩვენ მაქსიმალურად აბსოლუტურად ვეფუძნებით ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს, ანუ შემოსავლების სამსახურიდან მიიღებულ DGG-ს გადაფრთელ საწარმოთა ბრუნვის ინფორმაციას. თუმცა კვარტალური პერიოდულობით ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ჩვენს მიერ ორგანიზებული კვლევების საფუძველზე გვაქვს შესაძლებლობა დავითვალოთ ეს მაჩვენებლები. თუმცა ძირითადად ემთხვევა ხოლმე ეს კვარტალურიც და წინასწარიც, ხო? ემთხვევა და ამიტომაც ჩვენ არ გვაქვს იმის საბაბი, არ გქონია აქამდე იმის საბაბი, რომ რაიმე სახის უზუსტობა არსებითი ყოფილიყო, თორემ ნამდვილად შევწყვეტით აღნიშნული წყაროს გამოყენებას ეკონომიკური ზრდის გაანგარიშებისას. მოკლედ უნდა დაველოდოთ ჩვენ პირველი კვარტლის მონაცემებს, რომელიც ასევე მოგცემს მეტ სურათს იმის შესახებ, თუ რა იყო დიდი კონტრიბუტორი, რამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა და ზოგადად რა გახდა ამ მაჩვენებლის ესეთი ფორმით ანუ ამ ეტაპზე თქვა შემოსავლების სამსახურს რომ მოეწოდებინა თქვენთვის ინფორმაცია რომ 12 მილიარდი კი არა 20 მილიარდი იყო DGG-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა თქვენ ამ ინფორმაციის საფუძველზე თქვენი ფორმულით დათვლიდით რა ზრდა გამოვიდოდა ხო სხვა ის არ გაქვს ამ ეტაპზე ჩვენ როგორ გადავამოწმებთ ამა თუ იმ კომპანიამ რა ბრუნვა დააგენერილა კონკრეტულ თვეში ჩვენ ვეფუძნებით წყაროს და შემდეგ ამ წყაროს დაზუსტება, წყაროს მიერ მიღებული მონაცემების დაზუსტება ხდება სხვადასხვა კვლევების საფუძველზე. ჩვენ 5 ინსტიტუციურ სექტორს ვიკვლევთ ასე ვთქვათ, კვარტალური პერიოდულობით, მათ შორის ერთ-ერთი არის არაფინანსური კორპორაციების სექტორი, ვიკლებთ ფინანსურ კორპორაციებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, სახელმწიფო მმართველობას და შინამეურნეობების სექტორს და შესაბამისად ვეფუძნებით ამ წყაროს. გასაგებია. ვისაუბროთ მეთოდოლოგიაზეც, როდესაც უკვე თქვენ კვარტალურად დაითვლით სხვა მეთოდოლოგიებით ეკონომიკურ ზრდას. აი აქ რა არის წამყვანი და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ იმ კითხვას, რაც წერილობითაც გამოგიგზავნათ რამდენიმე დღის წინ BMG-მ და შემოსავლების სამსახურმაც გვიპასუხა, რომ DGG-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაში არა ისახება იმპორტირებული საქონლის ღირებულება. ანუ რატომ ვერაფრით ვერ მოხდებოდა დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის ხელოვნების ნიმუშების იმპორტი საწარმოთა ბრუნვაში. და შესაბამისად ეკონომიკურ ზრდაზე რატო არ ექნებოდა გავლენა? ესე იგი, შევეცდები მოკლედ განვარტო ის მეთოდოლოგიური თავისებურება. ესე იგი, როგორც უკვე აღნიშნეთ, ყოველთვიური ეკონომიკური ზრდის გაანგარიშება ეფუძნება მხოლოდ ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს და ამ შემთხვევაში მთავარი მაჩვენებელი არის შემოსავლების სამსახურიდან მიღებული DGG-ს გადაფრთელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა. რაც შეეხება კვარტალური და მთლიანი შიდა პროდუქტს, როგორც გითხარით, ჩვენ ამას სხვადასხვა კვლევების საფუძველზე ვაკეთებთ. მთლიანი შიდა პროდუქტი მოგეხსენებათ სამი მეთოდით იანგარიშება. ერთ-ერთი მეთოდია წარმოების მეთოდი, რომლის მიხედვითაც ჯამდება სხვადასხვა სექტორში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულება, ამას ემატება გადასახადები და აკდება სუბსიდიები. ეს გახლავთ სწორედ მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზრო ფასებში. რაც შეეხება ერთ-ერთ მეთოდს, დანახარჯების მეთოდია, ეს რომლის მიხედვითაც ხარჯების საბოლოო მოხმარებაზე ემატება ძირითადი კაპიტალის ფორმირება და აკდება წმინდა ექსპორტი. აი სწორედ თქვენ რომ ახსენეთ ნახატების და ქანდაკებების იმპორტი. ნახეთ, თუ ამის იმპორტი განხორციელდა, ის მოხდება, ასე ვთქვათ, ძირითადი კაპიტალის ფორმირებაში, მაგრამ გამოირიცხება იმპორტის მაჩვენებლისგან და შესაბამისად ეს ეკონომიკურ ზრდაზე და მთლიან შიდა პროდუქტზე არსებით გავლენას საერთოდ ვერ მოახდენს. გავლენას ვერ მოახდენს. და რაც შეეხება იმ მოსაზრებასაც, რომ მაგალითად DGG-ს გადაფრთელ საწარმოთა ბრუნვა არის გაზრდილი 15%-ით, ხო, 14.7%-ით, რამდენადაც მახსოვს და მიუხედავად ამისა ბიუჯეტში DGG-ს შემოსავლები იყო შემცირებული, როგორც შემცირებული თქვენ ახსენეთ, აქ შეიძლება ადგილი კონდეს რამდენიმე მოვლენას, მაგალითად არის საქმიანობები, რომლებიც არ იფეგრება
დერეგეთი აი მაგალითად ექსპორტის 19%-იანის დაფიქსირდა ხო ექსპორტი დერეგესგან საერთოდ გათავისუფლებულია ხო ანუ კომპანია რომელიც ექსპორტი განახორციელა შესაბამისად ბრუნვაში აჩვენა ეს თანხა მაგრამ დერეგეს გადასახადი არ გადაუხდია ხო როგორც ხდები შემოსავლებმა ეს განმარტა ასე რომ რეალურად დერეგეს გადახდის პერიოდი არის თქვათ იანვრის თებერვლის მომდევნო თვეო და შესაბამისად ეს შედარება არის არარელევანტური. აბსოლუტურად სწორია და რატომ? იმიტომ რომ ნახეთ, ბრუნვა ჩვენ იანვრის ბრუნვაზე როცა ვსაუბრობთ, მისი შედარება ზუსტად ბრუნვის პარკლებში გადახდილ დერეგესთან ამ პერიოდის გამო შეიძლება იყოს განსხვავებული და აქედან გამომდინარე ამის შედარება ერთმანეთთან ასრს მოკლებული შეიძლება. და კიდევ ერთი კითხვა და ეჭვები, როდესაც ძალიან ისეთი იყო ეს ეკონომიკური ზრდა, აღქმები იყო უფრო სხვანაირი, ეკონომისტების და ფინანსისტების ნაწილშიც, პოლიტიკოსებშიც, ბიზნესის ნაწილშიც, იმდენად მოულოდნელი იყო, ასე ვთქვათ, 11%-იანი ეკონომიკური ზრდა, იმიტომ რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, მოლოდინები ბიზნესში არის გაუარესებული და ჩვენ ხო ესე ვერ ვხედავთ და აღქმას რაღაცას განსაზღვრავს ეკონომიკაში, ხო? მე ხო გითხარით სექტორში ნამდვილად არის უჩვეულო, ჩვენ გვაქვს არგუმენტები და გითხარით გადაცემის პირველივე ნაწილში, თუ რომელ სექტორში რა ფაქტორებმა განაპირობა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. იყო აქ ტრანსპორტის სექტორი. ანუ რომელიმე სექტორში განსაკუთრებული ისეთი ნახტომი არ იყო, ხო? მესმის რო წონებს არ მეუბნებით და ვერჯერ რომელ სექტორს რა წონა ქონდა, მაგრამ აი რაღაცა ისეთი განსაკუთრებული ყველაზე მთავარი კონტრიბუტორი იყო მშენებლობის სექტორი, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორი, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა და ICT სექტორი, ანუ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი. აი ამ სექტორებში შექმნილმა მაღალმა აქტივობამ განაპირობა სწორედ 11.1%-იანი და სხვა სექტორებშიც იყო ზრდა ოღონდ უმნიშვნელო, თუმცა არსებობს ეს ერთი სექტორი, სამთომოპოვებითი მრეწველობა, რომელშიც ასე ვთქვათ პირიქით კლების ტენდენცია გამოვლინდა და ეს ერთად დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვებასთან. კიდევ ერთ ამ კვირაში ხშირად დასმულ კითხვას თუ გამოთქმულ ეჭვზე ვიკითხავ, რომ შევაჯამოთ ეს 9 მილიარდის ნახატების და ხელოვნების ნიმუშების იმპორტი. კვარტალურადაც, როდესაც გადაითვლით ეკონომიკურ ზრდას, არსად ეს არც უარყოფითად, არც პოზიტიურად დათვლაში თუნდაც რაღაც საბოლოო ციფრის მიღებაში არ აისახება, ხომ? ესე იგი, ყოველთვიურ ეკონომიკურ ზრდაში ამას მონაწილეობა არ მიუღია, იმიტომ რომ ის კომპანია, რომელმაც განახორციელა თუ კომპანიებმა, რომლებმაც განახორციელა შესაბამისი, ასე ვთქვათ, პროდუქციის იმპორტი დერეგეს გადახდელი არ არის და შესაბამისად ამ მონაცემებში გათვლაში მონაწილეობა არ მიუღია, რაც შეეხება კვარტალური და წლიური პერიოდულობის ინფორმაციას. იმპორტი ამ შემთხვევაში ეს პროდუქცია, ეს ხელოვნების ნიმუშები აისახება ძირითადი კაპიტალის ფორმირებაში და იმავდროულად აკლდება მთლიანი და პროდუქტის გაანგარიშებისას იმპორტის კომპონენტს. ნახეთ, ანუ სწორდება, ან მარტივად რო ვთქვათ, ანუ ჩვენ გვაინტერესებს ნეიტრალდება, ხომ და არა ისახება ეს ქაღალდზე ეკონომიკურ ზრდაში. აი რატომ გეტყვით, დანახარჯების მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტი უდრის ხარჯების საბოლოო მოხმარებაზე პლუს ძირითადი კაპიტალის ფორმირება, ანუ სადაც ეს ნახატები და ქანდაკების ნიმუშები ჩაერთვებოდა და პლუს ექსპორტი და მინუს იმპორტი. ანუ ნახეთ, პლუს რიცხვით, პლუს ნიშნით მოხდა ეს ძირითადი კაპიტალის ფორმირებაში და მინუს ნიშნით მოხდა, ასე ვთქვათ. კიდევ ერთი კითხვა. თეორიულადაც თუ არის დასაშვები, რომ ცნობილია, რომ იგივე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით დაახლოებით 10-ზე მეტი კომპანია ახალი შექმნა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა, საიდანაც მოხდა ოფშორებიდან გადმოტანილი აქტივების ამ ქართულ ახალ რეგისტრებულ კომპანიებზე გადაფორმება. ახლა თუ არა თეორიულადაც მაინც რა შემთხვევაში არის დასაშვები, რომ აი ეს აქტივი რაღაცნაირად მოხდეს ეკონომიკური ზრდაში ან ინვესტიციებში. სად შეიძლება ეს აქტივი, ასე ვთქვათ, ფორმირდეს?
არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, ჩვენ იმიტომ რომ თქვენ რომ ამბობთ, რომ ეს იმპორტიორები ნახატების იმპორტიორი კომპანიაო არ არის DGG-ს გადამხდელიო. რა ვიცით რომ არ არის ან ვის დაეწერა, ვის მიეწერა. ეს როგორ დავიჯეროთ მოქალაქეებმა? შესაბამისად ამ მონაცემთა ბაზაში არიან მხოლოდ DGG-ს გადამხდელი კომპანიების რუნის მაჩვენებელი და მსგავსი მაჩვენებელი მონაცემთა ბაზაში არ ყოფილა, რომელიც ყოველთვიური გაანგარიშებისას არის გამოყენებული. გასაგებია. რომ შევაჯამოთ, რამდენიმე წუთი გურჩება ეკონომიკური ზრდა, ჩვენ გვინდა ყველას და დარწმუნებული ვარ თქვენც, რომ კითხვები არ ჩნდებოდეს, ნამდვილად 11%-ით გაიზარდა თუ არა ეკონომიკა, ან თუ გაიზარდა, რატომ არის აღქმა შედარებით განსხვავებული საზოგადოების ნაწილში და ასე შემდეგ. გოგიტა თოდრაძისთვის, მთელი საქსტატისთვის არაფერი უჩვეულო იანვარში 11%-იან ეკონომიკურ ზრდაში არ იყო. ნამდვილად არავითარი უჩვეულო არ იყო, ჩვენ როცა ვაქვეყნებთ მონაცემებს, ვიცით ამ მონაცემების უკან რა დგას, რა იყო ამ მაჩვენებლის ცვალებადობის მიზეზი, ჯერ ამას ვაანალიზებთ და შემდეგ სრული პასუხისგებლობით ვაწვდით ამ ინფორმაციას საზოგადოებას. ნამდვილად რაც არის ამ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მას აქვს თავისი მიზეზი და ეს არგუმენტები შეგვიძლია მოვიყვანოთ ნებისმიერ დროს. და შემოსავლების სამსახურის წყარო თქვენთვის არის სანდო წყარო, როდესაც ითვლით ყოველთვიურ ეკონომიკურ ზრდას? 2010 წლიდან ვიყენებთ ჩვენ ამ წყაროს. და აქამდე არ ქონია პრობლემა და იმედი გვაქვს არც გაჩნდება რაიმე სახის კითხვით ნიშნები. ყოველი შემთხვევისთვის თუ დავაკვირდებით ტენდენციებს, წინა წლების ტენდენციებს, ყოველთვიური ეკონომიკური ზრდის გაანგარიშებისას გამოყენებული DGG-ს გადახდელ საწარმოთა ბრუნვის მონაცემები მჭიდრო კორელაციაშია იმ კვლევის შედეგებთან, რომელსაც ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებლად სხვადასხვა სექტორის გამოკვლევის საფუძველზე ვატარებთ. კი ბატონო, ჩემ ტრადიციულ კითხვასაც დაგისვამთ, იმედია თქვენსავით შემოსავლების სამსახურით მოიცლის, რომ უპასუხოს BMG-ს კითხვებს. საქსტატს რა სჭირდება ყველაზე მეტად განვითარებისთვის, ასე დავსვამ ამ კითხვას და რა არის თქვენი გამოწვევა დღეს ყველაზე მეტად? გამოწვევა შეიძლება რესურსების ნაკლებობასთან იყოს დაკავშირებული. ფინანსური. ვერ ვიტყვით, რომ არ გვაქვს საკმარისი რესურსი, მაგრამ იმისთვის, რომ გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესები, გვჭირდება დამატებითი შესაძლებლობები. არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ადამიანურიც და შესაბამისად სხვა მიმართულებით დღის წესრიგში დგას ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საკითხი, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის შემოღებაზე არის საუბარი დღეს სტატისტიკურ საზოგადოებაში და ამ ყველაფერს სჭირდება დამატებითი რესურსები, უფრო მეტად განვითარებული და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, რასაც ჩვენ მეტნაკლებად მივყვებით. თუმცა ეს ნამდვილად არ არის საკმარისი და შემდგომ ინვესტირება საჭირო ეს მომავალში. ბატონო გოგდა, მე რამდენადაც ვიცი, საქსტატი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან, სახელმწიფოებთან და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდში ის პოლიტიკა, ის განცხადებები და უკვე კანონებშიც შედის რაღაც რიგი ცვლილებები, რითაც გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ, მათ შორის სახელმწიფოებს ისარგებლონ დონორების დაფინანსებით, საჯარო მოხელეებს დონორების ასე ვთქვათ ხელმძღვანელი თანხმობა დასჭირდებათ მალე ტრენინგების სარგებლობით და ასე შემდეგ. ეს კიდევ უფრო ხომარ გამოწვევას კიდევ უფრო ხომარ გაართულებს, იმიტომ რომ დონორები, ვინც საქსტატს ყავდა, ვინმე ცუდი გაუკეთა, თუ ძირითადად გაძლიერებაში გეხმარებოდათ? საბედნიეროდ ჩვენ ჯერჯერობით არავითარი შეფერხება არ ქონია მიმართულებით, ჩვენ აქტიურად და ნაყოფიერად განვაგრძობთ მუშაობას ჩვენ დონორებთან, ეს გახლავთ გაეროს ქალთა ორგანიზაცია, UNICEF-ი, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ასევე მოგესალმება ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული
Twinning-ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ნაყოფიერად თანამშრომლობთ ფინეთის სტატისტიკასთან, გერმანიასთან და იტალიასთან და ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება და რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება. იმედია, წერტილი რას დავუსვათ ქვეყანაში, ან რა არის უსტი წერტილი ჩვენი? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც სტატისტიკოსის მხრიდან დანახულს. სტატისტიკურ მონაცემთა არასწორ ინტერპრეტაციას, რამაც შეიძლება ადამიანი ისეთ ჭიხში შეიყვანოს და ისეთი გადაწყვეტილება მიაღებინოს, რომ საერთოდ სწორ გზას ჩამოშორდეს და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ინტერპრეტაციას. მადლობა, წარმატებები თქვენ და სულ უფრო მეტი და მეტი ნდობის ხარისხი საქსტატს როგორც ინსტიტუტს მათ შორის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენს კითხვებს პასუხობდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.